ჟღერად მოიარები რატომ ხარ ასე უგულო სისხლით შეღებეცანია რამდენს დედამამა მოკალო რამდენს დანი და ძმანია რატომ ხარ ასე უგულო სისხლით შეღებეცანია რამდენს დედამამა მოკალო რამდენს დანი და ძმანია გადაწევი გადაგავი მუგე ეს პურფანთა დაბარია ამ ხელა მიწის ბადაროსა ჩვენს კერად მოგიხარია ქართველი ერის მტერობა ნუ გეგონება თბილი წვეთს არ შეგარჩენ თბილოეთ არა მოგვიდერკება მახვილი ქართველი ერის მტერობა ნუ გეგონება თბილი წვეთს არ შეგარჩენ თბილოეთ არა მოგვიდერკება მახვილი ერთი არა გაწამსედიალო მართლა დიდებელ ქვიავო ერთ სადიდებელს ლოცულობთ ნამუსი წაგიგიავო გული არა გიძგერს ნეტავი ხოდა გირგიდეს მტერჩია ასე რამ გაკავერაგა ჩაგყარეშავსა დღეშია გული არა გიძგერს ნეტავი ხოდა გირგიდეს მტერჩია ასე რამ გაკავერაგა ჩაგყარეშავსა დღეშია იმ ქვეყანადი მასამოვიმგით რაც თესეთ სიცოცხლეშია ყველა წამს დგებით სამშაბლოს ხვერს ასე დაუწესია იმ ქვეყანადი მასამოვიმგით რაც თესეთ სიცოცხლეშია ყველა წამს დგებით სამშაბლოს ხვერს ასე დაუწესია მადლობა მაგრამ ისე არ გაგიშვებთ კიდევ ერთი სიმღერა რო ეს ნუ ისე კიდე კარგით უცბად შეთანხმდით რა სიმღერებთ ხი მომწრელა თუნე დაუგა არა იყოს სავს უკრავ ამაზი ხარაკაო ალალებ შვენის წელაზე და კალავსადი ხარ ჩემს გულსა კაი ბიჭები ხართ.
მაყურებელს შევახსენეთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მეგობრების ტრიო, გიორგი ცხადაძე, გიორგი გოგოლაური და გელა ტაბაშიძე, თუმცა ლადო დოღმანის შეიძლება სულმელი დაბრუნდეს თბილისში და უკვე ტრიო უკვე კვარტეტის სახე მიიღოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ბიჭებს, ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, სპორტის სიახლეები დაგიბრუნდებით. ახლა კი მაგვიძარაში ინტერნეტის ამბების დრო მოგითხრობთ ინდოეთის ერთ პატარა სოფელზე, სადაც უმეტესწილად ტყუპები იბადებიან. ასეთი რამ შესაძლოა არც კი ხსმენიათ. ეს ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელი მოჰამედპურ უმრია, სადაც მსოფლიოში ყველაზე ბევრი ტყუპი ცხოვრობს. მეცნიერები ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზის ახსნას უშედეგოდ ცდილობენ. ამ სოფელში სულ 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან კი 108-ზე მეტი ტყუპია. ტყუპების სოფელი საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება. მოსახლეობას სამედიცინო ცენტრიც კი არ აქვს. აქ მხოლოდ ერთი სკოლა ფუნქციონირებს და გზებიც კი მოუწესრიგებელია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა თავისი უნიკალურობით ამაყობს და ტურისტების სიმცირესაც არ უჩივის. ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ჩვენ სოფელში ტყუპები ძალიან ხშირად იბადებიან. ამ დროისთვის ჩვენთან 108-ზე მეტი ტყუპი ცხოვრობს. არის ხშირი შემთხვევა, როდესაც ზროხებიც კი ტყუპ ხბოებს აჩენენ. აქ ყველა ტყუპი ბუნებრივი გზით დაიბადა. ჩვენს ირგვლივ ბევრი სოფელი მდებარეობს, მაგრამ იქ ტყუპები იშვიათად იბადებიან. მეცნიერებმა აიღეს სინჯები წყლიდან, სისხლიდან და კვლევებს ატარებენ, თუმცა პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუ მოვლენის მიზეზების დადგენა შესაძლებელი გახდება, კვლევების შედეგები შესაძლოა უშვილო წყვილებს დაეხმაროს. ადგილობრივი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ამ სოფლის მოსახლეობას არანაირი გენეტიკური გადახრა არ აქვს, რაც ტყუპების მასობრივი გაჩენის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ისინი ასევე გამორიცხავენ მოსახლეობის ორგანიზმის რაიმე სახის დაგვინძურებას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ტყუპების სრული უმეტესობა აბსოლუტურად ჯანმრთელი იბადება. საინტერესოა, რომ მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით ყოველ 1000 ახალშობილზე 45 ტყუპი მოდის, ხოლო აზიაში მცხოვრებ ინდოელებში 1000 ახალშობილზე 4 ტყუპს არ აღემატება. ნეპალში გადაშენების პირას მისული ბენგალიური ვეფხვის გადარჩენის ახალი პროგრამა დაიწყო. ასობით ექსპერტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნაკრძალებში გაემგზავრა, რათა იშვიათი ჯიშის ცხოველის აღწერა ჩაატარონ და უკეთ გაიგონ, რა ზომებია საჭირო ბენგალის ვეფხვის გადასარჩენად. ნეპალის მთავრობასა და მეცნიერებს ამბიციური გეგმა აქვთ. 2022 წლისთვის სამეფო ვეფხვის პოპულაცია უნდა გააორმაგონ. ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ ამით არა მხოლოდ იშვიათი ჯიშის ცხოველს გადაარჩენენ, არამედ უნიკალურ ეკოსისტემასაც დაიცავენ. აღწერა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე მდებარე რამდენიმე ნაკრძალში ჩატარდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ვეფხვების რაოდენობის დასაფიქსირებლად ბილიკებზე ვიდეო კამერებს დააყენებენ. ოდესღაც ბანგლადეშში, ინდოეთსა და ნეპალში ათასობით ბენგალიური ვეფხვი ბინადრობდა, თუმცა ბრაკონიერების გამო მათი რიცხვი 3000-მდე შემცირდა. ნეპალში კი მხოლოდ 176 ცხოველი დარჩა. ახლა კი ნიუ-იორკზე კოლინ ჰაგინსი კლასიკოსი პიანისტია, ის უკვე 6 წელია ნიუ-იორკის პარკებსა და მეტროს ბაქნებზე უკრავს. 2008 წლიდან მუსიკა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, თუმცა მუსიკოსი და ჯანდაცვის დაზღვევისთვის საჭირო თანხასაც ვერ აგროვებს. ჰაგინსის მიზანი, როგორც თავად ამბობს, ხელოვნებაზე კონცენტრაციაა და არა ფუფუნებაში ცხოვრება. ფორტეპიანოს სახლიდან პარკში გადატანა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ წარმატების სურვილით შეპყრობილი პიანისტი ამ მუსიკალურ ინსტრუმენტთან ერთად მანჰეტენზე კილომეტრ-ნახევარს გადის. ჰაგინსის აუდიტორიაც განსხვავებულია, მას ძირითადად ტურისტები უსმენენ. თუ ამინდ მას ხელი შეუწყო ჰაგინსსა და მის ფორტეპიანოს ნიუ-იორკის პარკში ყოველ შაბათ-კვირას შეხვდებით. მე კი დღეს გემშვიდობებით ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, შეგახსენებთ, რომ თუ კი ჩვენ Facebook-ის ჩვენს გვერდს დაალაიქებთ, მოიწონებთ, აუცილებლად ნახავთ ყველა იმ სიუჟეტს, რომელიც ეთერში გავიდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მაგვიძარა ხვალამდე გემშვიდობებად, ხვალ პარასკევია, მაგვიძარა როგორც წესი მინი კონცერტს გთავაზობთ, ასე რომ გაიღვიძეთ ხვალაც ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით ხვალამდე. ამ დროისთვის სულ ეს იყო, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხალისიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ.